მისი მხატვრობა საოცრად მრავალფეროვანი და ფერადია. თემებისა და იდეების ერთობლიობა კი შემოქმედის განსხვავებულ ხელწერას უსვამს ხაზს. ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო სივრცე ამჯერად ახალგაზრდა მხატვრის სალომე ხუბუა ხუბხეს ნამუშევრებს დაეთმო. ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა და როგორც თვითონ ამბობს, ბოლო დროის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრებია წარმოდგენილი. მაქვს ილუსტრაციები, სხვადასხვა სახეები წარმოდგენილი, სხვადასხვა პორტრეტების სახით, ასევე კოლაჟები და სხვადასხვანაირი ლაქობრივი გრაფიკული ნამუშევრები. ძირითადად რეალურად უფრო აბსტრაქტული ნახატები მაქვს და უფრო აბსტრაქტულია, ჩემი ასე ვიტყოდი რა და გრაფიკული ნახატები, რა თქმა უნდა. სადაც ძალიან ბევრი წვრილი დეტალია, რომელიც უნდა ეძებოს, ასე ვთქვათ, ნახველმა. ნიჭიერი გოგოა, თან ძალიან კარგად გძნობს ლაქას, კომპოზიციურად მათ განლაგებას, რაც უდაოდ ლაპარაკობს მის ნამდვილად დიდ ნიჭზე. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს ხელოვნებას შეემატა ნიჭიერი მხატვარი. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. სალომე არის აფხაზეთიდან და ჩვენ როგორც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სიხარულით დავთანხმდით, რომ ხელი შეგვეწყო, რომ მისთვის დღევანდელი დღე შემდგარი იყო და დღევანდელი გამოფენის გაკეთება შეძლებოდა. უსურვებ წარმატებებს სალომეს და ყოველთვის მზად ვიქნებით ჩვენ, რომ მას მომავალშიც მსგავს ინიციატივებში ყოველთვის ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ. გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.